You know, I'm coming from the Middle East. მე ახლო აღმოსავლეთიდან ვარ, ადგილიდან, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. იმედია ამიერიდან ცვლილებები მხოლოდ პოზიტიური იქნება. ჩვენ 2 წელი ომში ვიმყოფებოდით. პირველი დღიდან ეს იყო ომი, რომელიც არ გვსურდა. ის არ იყო ისრაელის მიერ განზრახული ომი, არამედ გამოწვეული იყო ჰამასის მიერ მოწყობილი 7 ოქტომბრის თავდასხმით. ჩვენ გვქონდა 2 მიზანი. პირველი, ჩვენი ტყვეების გათავისუფლება, მეორე კი ჰამასის მმართველობის დასრულება ღაზაში და ამით ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხოების მოტანა. ჩვენ ამ მიზნებს მივაღწიეთ. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ველით რამდენიმე სამხედროს ცხედარს ჰამასისგან. მეორე ფაზა იმედია იქნება ღაზას დემილიტარიზება და ღაზის სათავეში არატერორისტული დაჯგუფება, არამედ სხვა მმართველი პარტია. ესაა რეალობა, რომლის ნახვაც ახლო აღმოსავლეთში გვსურს. ისრაელი ყოველთვის მიისწრაფოდა მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ ყველა მის მეზობელთან ერთად. ამ მხრივ კომპრომისები არ იქნება და იმედია შემდგომი დღეები იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე გასული 2 წელი იყო ომში. That we have been in the state of war. გეოპოლიტიკურ მიმართულებებზე მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ, მანამდე მინდა გითხოთ, რა არის ისრაელის საკვანძო პრიორიტეტები საქართველოში. ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში იკვეთება. ახლა ხან ვიხილეთ 2 საინტერესო ვიზიტი საქართველოში ისრაელის მინისტრების დონეზე. რა არის ის მთავარი ასპექტები, რაშიც ორ ქვეყანას ერთმანეთის დახმარება შეუძლია? So I will start by saying that Israel ვიტყოდი, რომ ისრაელი და საქართველო ორი ერთმანეთის მსგავსიერები და ქვეყნები არიან. კარგი მეგობრები და პარტნიორები ვართ, ასევე ახლო მოკავშირეებიც. ისრაელსა და საქართველოს ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობა აქვთ, სახალხო მიმართულება იქნება ეს თუ სამთავრობო. იმ პირველ ქვეყნებს შორის ვიყავით, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 90-იან წლებში, თუმცა ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ბევრი ამბობს, რომ ის 2600 წლის წინანდელიც კია. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, საერთო ინტერესებს, ურთიერთპატივისცემას. ისრაელი პატივსცემს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენობას და იგივე დამოკიდებულებაა საქართველოს მხრიდანაც. კარგი საშუალებაა მკაფიოდ ვთქვა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის მიწაზე. ამის ხშირად განმეორება მნიშვნელოვანია. ბევრი პოტენციალი არსებობს ჩვენი ურთიერთობების განსავითარებლად. განათლება იქნება ეს ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგია, ინოვაცია თუ სხვა მიმართულება. ისრაელი მეოთხე ქვეყანაა ტურისტების მაჩვენებლით საქართველოში. მოსვლამდე გადავხედე მონაცემებს და ჩანს, რომ გასული წლის ოქტომბრისთვის გვქონდა 530 ფრენა ერთი მიმართულებით. ორივე მიმართულებით კი დაახლოებით 265 ფრენა მხოლოდ ოქტომბერში. ეს კვირაში 60 ფრენაა. ციფრებში კი ეს 460,000 მგზავრს ითვლის მხოლოდ ერთ თვეში. ბევრი ისრაელელი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში. სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს უძრავი ქონება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა. პოტენციალი დიდია და ვეძებთ გზებს თუ როგორ გავზარდოთ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობები, რათა ის კარგიდან შესანიშნავი გახდეს. 2 თვეზე მეტია აქ ვარ და უკვე 2 ისრაელელი მინისტრის ვიზიტი ვიხილე. კერძოდ შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების. ორივე ვიზიტისას ვისაუბრეთ თანამშრომლობის ინიციატივებზე. 2 კვირის წინ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრობდა ისრაელს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოსაწერად სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს პოლიცია, საზღვრები, უსაფრთხოება თუ ასე შემდეგ. ნოემბერში გეგმაშია საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ველით განათლების მინისტრს უკვე თებერვალში, რომელიც ხელოვნური ინტელექტისადმი მიწვლიურ კონფერენციას დაესწრება, რომელსაც ისრაელის განათლების სამინისტრო აწყობს. ჯანდაცვის მინისტრსაც სურს ვიზიტი. ეს კავშირი არსებობს. ჩვენი ურთიერთობების მთავარი კომპონენტი ქართულ-ებრაული საზოგადოებაა ისრაელში, რომელიც დინამიკური და აქტიურია. საუბარია დაახლოებით 100,000 ადამიანამდე. ის თაობებიც კი, ვინც საქართველოში არ დაბადებულა, საუბრობს ქართულად და ისინი ძალიან კარგი ხიდი არიან ჩვენს ხალხებს შორის. can be a very good bridge between our two countries and our two people. There's one point I want to ask. Should we assume that your შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თქვენი წარსული საქმიანობა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტში გარკვეულ როლს ითამაშებს სწორედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში? Yeah, this is something that I was სწორედ ამის შესწავლას ვცდილობ. ეკონომიკა მნიშვნელოვანი ფაქტორი და დიპლომატიური ხელსაწყოა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. დღეს სამწუხაროდ საქართველოსა და ისრაელს შორის ვაჭრობა დაბალ მაჩვენებელზეა და მხოლოდ რამდენიმე $10 მილიონ ითვლის.
მაგრამ თუ ფართო სურათს შეხედავთ, ეკონომიკური მოცულობა ქვეყნებს გაცილებით დიდი აქვთ. ჩემი გამოთვლებით წელს ისრაელელი ტურისტების 400,000-იან მაჩვენებელს მივაღწევთ საქართველოში. ისრაელელი ტურისტები ჩამოდიან საქართველოში დიდი ხნით. ხარჯავენ აქ ფულს. ეს კი საქართველოსთვის რამდენიმე 100 მილიონი დოლარია ისრაელელი ტურისტებისგან. ვფიქრობ, მათთვის საქართველო ერთ-ერთი პირველი დანიშნულების წერტილია. ეს კი მზარდი ტენდენციაა. ინვესტიციების მხრივაც ერთ-ერთი პირველი ვართ. ვფიქრობ, ჩვენმა მთავრობებმა უნდა იპოვონ სწორი მექანიზმები და შეთანხმებები, რათა გაზარდონ ვაჭრობის მოცულობა ქვეყნებს შორის. არის ინიციატივები, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. არ მსურს წინასწარი შეფასებების გაკეთება. ნახავთ. We'll see. Okay, now let's turn to the geopolitics in the Middle East then. ახლა გადავინაცვლოთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და ახლო აღმოსავლეთზე. როგორია ისრაელის სტრატეგია რეგიონში? როგორ ხედავთ ახლო აღმოსავლეთის მომავალს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და ასევე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრულად შესრულების პერსპექტივებს? ბუნებრივია სრული კონტექსტის გათვალისწინებით. ვგულისხმობ რეგიონალურ კონტექსტს, ასევე მხარეებს შორის არსებულ მცირე ესკალაციას, აგრეთვე რეგიონალურ აქტორებს. მისი ნაწილიც ისრაელის მიმართ მტრულადაა განწყობილი. And also considering the regional actors, some of which are considered as a hostile to the state of Israel. Look, Israel has been established for the last 70 ისრაელის დაარსების დღიდან ჩვენი ქვეყანა ისწრაფვოდა მშვიდობისკენ მეზობლებთან ერთად. ჩვენ მოვაწერეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებებს ეგვიპტესთან, რომელიც ყველაზე დიდი არაბული სახელმწიფოა. დოკუმენტი უკვე 40 წელს ითვლის. გვაქვს ხელმოწერა იორდანიასთანაც უკვე 30 წელია. პროცესი დაიწყეთ პალესტინელ მთავრობასთანაც, მაგრამ ის წარმატებული ვერ გამოდგა. პრეზიდენტი ტრამპის პირველ ვადაში მიღწეული იქნა აბრაამის შეთანხმება, რომელმაც მაროკოსთან, ბაჰრეინთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მშვიდობა მოიტანა. ისრაელი ღიაა და სურს უფრო მეტ არაბულ სახელმწიფოსთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა. საუდის არაბეთიც ბედნიერი იქნება ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებით. ამ ქვეყნებთან არ გვაქვს დავები, არც ტერიტორიული, არც პოლიტიკური, არც იდეოლოგიური. ისრაელს სურს მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოს იმ წერტილში, რომელსაც ის ეკუთვნის. ებრაელი ხალხი აქ 3000 წელზე მეტია ცხოვრობდნენ და განდევნის შემდეგ დაუბრუნდნენ საკუთარ მიწას. საკუთარი სახელმწიფოს ასაშენებლად რომ იცხოვრონ მშვიდობით მეზობლებთან ერთად. ებრაელი ხალხი აქ 3000 წელზე მეტია ცხოვრობდნენ და განდევნის შემდეგ დაუბრუნდნენ საკუთარ მიწას. საკუთარ სახელმწიფოს ასაშენებლად რომ იცხოვრონ მშვიდობით მეზობლებთან ერთად. ჩვენ ხელი გაწვდილი გვაქვს ნებისმიერ მეზობელთან მშვიდობისთვის. მშვიდობა მხარეებს შორის პროცესია, განგრძობადი პროცესი. ზოგჯერ მას აქვს გართულებები, ზოგჯერ ეს რეალობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ყველას არ სურს. არსებობენ ბნელი ძალები, ორგანიზაციები, რომლებიც მუსლიმურ საძმოს ეკუთვნიან: ჰამასი, აისისი, ალ-ქაიდა და ასევე მეორე მხრიდან ირანი და მისი სატელიტები, ჰეზბოლა, იემენელი ჰუსიტები. მათ სურთ დესტაბილიზაცია რეგიონში. კონფრონტაციაში შედიან ისრაელთან, რადგან არ აღიარებენ ისრაელის და ებრაელი ხალხის უფლებას იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. ესაა მთავარი დაბრკოლება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. იმედია კონსტრუქციული ძალები აჯობებენ მათ და ახლო აღმოსავლეთის ერებს შორის უკეთესი ურთიერთობა იქნება. ეს მარტივი გზაა, რა თქმა უნდა, ცხოვრება გაცილებით რთულია. თუ ბრძოლა აუცილებლობაა, უნდა იბრძოლო კიდეც. უნდა იბრძოლო თუ არჩევანი არ გაქვს, მაგრამ არავის სურს ომში ყოფნა, ტანჯვა ან სხვისთვის ტანჯვის მოტანა. ჩვენ გვსურს მშვიდობა პალესტინელებთან და სხვა მეზობლებთან. იმედია რომ ეს დღეც მოვა. Western actors recognize the state of Palestine. We have heard very harsh. მას შემდეგ რაც მძიმეწონიანმა დასავლურმა ქვეყნებმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარეს, ჩვენ მკაცრი კრიტიკა მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუსგან და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან. მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყდა და ხედავთ ერთგვარ პოზიტიურ ძვრებს, შეიცვალა თქვენი პოზიცია ამ მხრივ. როგორ ხედავთ პალესტინელი ხალხის მომავალს ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე? Look, this recognition of a Palestinian state. პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არასწორ კონტექსტში და არასწორ დროს მოხდა. როდესაც ღაზაში ჰამასთან 2 წელია გაცხარებულ ომში ვიმყოფებით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ომში ვართ ირანთან 6 ფრონტზე, კერძოდ იემენელ ჰუსიტებთან, ლიბანურ ჰეზბოლასთან, სირიაში ასადის რეჟიმთან, რომელიც დღეს აღარ არსებობს, ასევე სხვა ფრონტებზე. ეს არაა სწორი დრო ჯილდოს გასაცემად. ჩვენ ეს პროცესი სწორედ ასე დავინახეთ. ეს იყო ჯილდოს გადაცემა პალესტინელებისთვის. ვერ დააჯილდოვებ იმას, ვინც
ვინც კარგად არ იქცევა. მშვიდობა ასე არ მიიღწევა. მშვიდობის ინტერნაციონალიზება არ შეიძლება. ეს ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს. როდესაც დავა გაქვს მეზობელთან, უნდა დაელაპარაკო მეზობელს და არა სხვა ქალაქს, რომ სთხოვა მათი მოსაზრების გაჟღერება და მისი გათანაბრება საკუთართან. ამას ცდილობს პალესტინის მთავრობა. ოსლოს შემდეგ ბევრი მცდელობა გავიარეთ. ყველა პრემიერ-მინისტრის პირობებში. თავაზობდით პალესტინის სახელმწიფოს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არსებობდა. არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი აიღებდნენ და ღაზას ახლო აღმოსავლეთის სინგაპურად აქცევდნენ, მაგრამ სხვა რამ მოხდა. კონტროლი ჰამასმა აიღო და ღაზა აქცია უდიდეს ტერორისტულ ბანაკად მსოფლიოში, 100 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბებით ტერორისტული დანიშნულებისთვის. ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2012 წელს კვლავ განაახლა მოლაპარაკებების რაუნდი. ისინი უარს ამბობდნენ თანამშრომლობაზე. ასე მშვიდობა არ მიიღწევა. ისრაელი კვლავ მზადაა მოლაპარაკებებისთვის პალესტინასთან, მაგრამ ვითხოვთ ისრაელის უფლებების აღიარებას. კონდეს საკუთარი სახელმწიფო და იყოს უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი, რომ არ ვიქცეთ ტერორისტების სამიზნედ. ჩვენ გსურს აღმოვფხრათ რისკები. ჯერ სამწუხაროდ არ მოსულა მომენტი ურთიერთშეთანხმებისთვის. ჩვენ გსურს უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეებისთვის და გსურს აღიარება ახლო აღმოსავლეთში. მშვიდობას მოაქვს სტაბილურობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. კომპრომისი არ იქნება ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი არსებობის ირგვლივ. Following your statement and narrative, as I see, თქვენს ნარატივს თუ დავეყრდნობით, ისრაელი არ არის პალესტინური სახელმწიფოს წინააღმდეგი, თუმცა ამას დროისა და დიპლომატიის საკითხად განიხილავს, ასეა? მაგრამ რა ხდება პალესტინელ ხალხთან დაკავშირებით? როგორ ხედავთ მათ მომავალს ამ მიწაზე? Actually, how do you see the future of Palestinian people living in Gaza and West Bank? It would be also interesting. The question maybe should be how they see their future there. I mean, კითხვა ალბათ უფრო ისაა, თავად როგორ ხედავენ პალესტინელები საკუთარ მომავალს. ჩვენ ბევრი შეთავაზება გვქონდა, მათთან ჰქონოდათ სახელმწიფო ან მმართველი ორგანო. პალესტინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში ბევრი ინსტიტუციაა. მათ აქვთ მეტნაკლები ავტონომია, თუმცა არ არიან სახელმწიფო, რადგან არ აქვთ ამისათვის ყველა საკმარისი ასპექტი. ამასთან სახელმწიფოებრიობა უნდა იყოს მოლაპარაკებების შედეგი. შედეგს მოლაპარაკებამდე ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ესაა მთელი ლოგიკა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთსა და პალესტინასთან მიმართებით სხვა სტანდარტები მოქმედებს. ისრაელიც სხვა სტანდარტით ფასდება. ნახეთ რა ხდება სუდანში. სამოქალაქო ომი, ათობით, ათასობით ადამიანს სასტიკად კლავენ, წვავენ, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა და ასე შემდეგ. რას აკეთებს მსოფლიო, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ნორვეგია, ესპანეთი, ბელგია, ისრაელის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა ქვეყნები. რამე გაგიგონიათ მათგან? რასაც ისრაელი აკეთებს თავდაცვა, 7 ოქტომბერს მოკლული 1200 ადამიანის შემდეგ სხვა გზა არ გქონდა. ინიციატივა უნდა აგვეღო და თავი უნდა დაგვეცვა. ჰამასისა და მისი პარტნიორების პროპაგანდა სიმართლეს არ შეესაბამება. ღაზაში არ ყოფილა შიმშილობა, გენოციდი. შუა ომისას ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა. თუმცა ისრაელი გააკრიტიკეს ლონდონის ქუჩებში, ამერიკულ უნივერსიტეტებში. მათი ლოზუნგებით კი ისრაელს არ აქვს არსებობის უფლება მსოფლიოს ამ წერტილში. ეს ყველამ ნახა, მაგრამ ისრაელთან სხვა სტანდარტი მუშაობს. უარეს შემთხვევებში იგივე სტანდარტი არ მუშაობს. ისრაელთან დაკავშირებით ყველაფერს სხვა რიტმი აქვს და ესაა რეალობა. და რა არის აქ ისრაელის საპასუხო სტრატეგია? we stick to our ჩვენ თავად დემოკრატია ვართ და თვითრეგულირების მექანიზმებს ვექვემდებარებით. სამართალდამცველი ორგანოები ამოწმებენ შეიარაღებული ძალების ქმედებებს. გადაცდომები ომში ყოველთვისაა და ამის შესახებ თავად ისრაელის მედია წერს და არავინმე სხვა. ჩვენ შეგვიძლია თვითინსპექტირება, მაგრამ ვრჩებით ფაქტის წინაშე. თუ ვინმე სჭირდება პასუხები, ღია ვართ ამისათვის. ვფიქრობ, დრო თავად აჩვენებს, რომ ბრალდებები ჩვენთან მიმართებით უსაფუძვლოა. any truth in that. I agree that we can talk about it for hours, really. Of course. გეთანხმებით, რომ ამ საკითხზე საათობით შეიძლება საუბარი. ამიტომ გთავაზობთ მივუბრუნდეთ საქართველოს საკითხს და გითხოთ, როგორ ხედავს ისრაელი საქართველოს როლს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე როგორც კომპლექსური სამეზობლოს მქონე ქვეყანას, რა რეკომენდაციები გექნებათ საქართველოსთან, რომ მან უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და ითამაშოს გარდამტეხი როლი არ მხრივ უკვე რეგიონშიც. I mean, Israel, what would be your recommendation to the Jewish state to strengthen its own security and to play a pivotal role in securing this regionally also? Yeah. Look, looking at Georgia. როდესაც რუკას უყურებს, საქართველოს სტრატეგიულობა ძალიან ნათელი ხდება. ეს ზოგჯერ უპირატესობაა და ზოგჯერ პირიქითაც, მაგრამ საქართველოს შეუძლია იყოს ხიდი აზიასა და ევროპას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ითამაშოს პოზიტიური როლი კავკასიაში. მას ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა აქვს გარდა რუსეთისა, ვისთანაც ტერიტორიული დავა მიმდინარეობს. რუსეთს ქვეყნის 20% უკავია.
იმედია ეს ტერიტორიები ერთ დღეს გათავისუფლდება. სხვა მეზობლებთან კი საქართველოს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს არა მხოლოდ ცენტრალური აზიის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ევროპასთან და ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებაში. აქ დიდი ეკონომიკური პოტენციალია. სხვა ერებთან საქართველოს განვითარებადი ურთიერთობები ისრაელისთვის კარგი სიგნალია. აბრეშუმის გზის ფორუმზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პრემიერების ხილვა ჩემთვის ოპტიმიზმის მომცემი იყო. ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობა კარგი პლატფორმაა კეთილდღეობისთვის. თავის მხრივ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. ტექნოლოგიებში, ინოვაციებში, სოფლის მეურნეობაში დაწინაურებულები ვართ და შეგვიძლია თქვენთან თანამშრომლობა.